საღამო მშვიდობის. დღევანდელი გადაცემის გმირი 82 წლისაა და თითქმის დაუჯერებელია, რასაც ისაკეთებს. მესხური ხალიჩ ფარდაგების ქსოვის ოსტატმა რამდენიმე ხნის წინ სოფელში მუზეუმი გახსნა და ახლა მას ყველა მარო ბაბოს მუზეუმს ეძახის. მარიამ ჟუჟუნაძე მახალციხის სოფლებში ძველი ეთნოგრაფიული ნივთები შეაგროვა და ახლა მუზეუმს უცხოელი დამთვალიერებლები წყავს. ამასთან მუზეუმთან არსებობს სკოლა, სადაც მოსწავლეებს და სოფლის ახალგაზრდებს უანგაროდ ასწავლიან ქსოვას, ხატვას, თექის დამუშავებას და ასე შემდეგ. რამდენიმე თვის წინ კი მარიამ ჟუჟუნაძის ინიციატივით სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ქალბატონი მარიამი მესხური ფოლკლორის მასწავლებელიცაა და გოგონათა გუნდს უძველეს სიმღერებს ასწავლის. ასე რომ მოდით ერთად ნახოთ მარიამ ჟუჟუნაძის ისტორია იმედის გმირებში. მრავალ ჟამიერ მრავალ მრავალ საწელსა. ჩემი ცხოვრების მიზანი მთავარი იყო, რომ არ დაკარგულიყო ძველი ტრადიციები, ძველი ადათ-წესები. ამიტომ ჩემი პირველი ოცნება იყო შემექმნა მესხური ფოლკლორი. დიდი ყურადღება მინდოდა მიმექცია რეწვაზე, მატყლის დამუშავების ტექნოლოგიაზე. ვისაც სურვილი ჰქონდა ვასწავლე, ძალიან ბევრი არიან ჩემი მოსწავლეები, რომლებიც აგრძელებენ ჩემ ტრადიციას. ჩემი ძირითადი დანიშნულება არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლო. ხანში შევედი, ხანში რო შევედე და უკან გამოვიხედე, დავკვირდი, რომ ესე იგი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდე და არაფერს არ ვტოვებ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემესწავლებინა ყველაფერი. მარო ბაბოზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. მას დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის აღორძინების საქმეში. ვიტყვი იმასაც, რომ 2013 წელს ოფიციალურად მარო ბაბოს დამსახურებით გაიხსნა მუსხში სკოლა მუზეუმი. მანამდე მარო ბაბოს ჰქონდა საზაფხულო სკოლა, როცა ბავშვები სკოლას დაამთავრებდნენ, უსასყიდლოდ, უანგაროდ ასწავლიდა ბავშვებს როგორც ლიტერატურას, ასევე ხატვას, შემოქმედებით საქმიანობას, ხალიჩების ქსოვას, მატყლის დამუშავება, დართვას. და პატარ-პატარა ექსკურსიებსაც უწყობდა ბავშვებს. ეს ქალი აი მიუხედავად ასაკისა იმდენად ენერგიულია, რომ უნდა რომ მომავალ თაობას გადასცეს, ანუ სოფელზე შესტკევა გულდა მომავალ თაობას უნდა რომ გადასცეს თავისი საქმე, რაც მან ძალიან კარგად იცის და ეს მივიწყებას ნელა-ნელა მივიწყებულია ეს საქმე და მე ვთვლი რომ ნამდვილად მართლმსაშვილიშვილო საქმეს აკეთებს მარო ბაბო. მას ყავს ძალიან ღირსეული მოსწავლეები, რომელთაც ასევე უანგაროდ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩამოყალიბდა სკოლა მუზეუმი, მაინც უანგაროდ ემსახურება. ლილი, დღეს ვამთავრებთ გაკვეთილს. უნდა დაამთავრო შენი საქმე. ამაღამ რომ დამთავრდეს ეგ ჭრელი. ეცადე რომ ეს 12 დამემთავრო, გენაცვალ. ქრისტინე, კარგად შეჩავ, მაგრამ რაღაც ცოტა გეშლება, აბა მომიტანი აქ საჩეჩელი. მე უნდა დაჩეჩო 100. საჩეჩელი 100 არ იქნება. საჩეჩელს თავისი ადგილი აქვს უნდა, მაგრამ ჯდომის პროცესი რო არ არის და ვერ ვაკეთებთ, ასე უნდა დავჩეჩოთ. ახალციხის რაიონში კი არა, სამცხე-ჯავახეთში ასეთი სტილის სკოლა მუზეუმი არ არსებობს. ეს არის პირველი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ქალბატონმა მარომ. მისი თაოსნობით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. აქ იქსოვება ხალიჩები, ფარდაგები, ითელება თექა და მასთან ერთად ისწავლება და მისი მეშვეობით არაერთი თაობა გაზრდილა, რომელსაც აქვს ხელობა ხელში და ამავე დროს დღევანდელ პირობებში ამ სკოლისთვის ახალია თექის მოთელვა. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ის ემსახურება მომავალ თაობის სწავლა, აღზრდას და თავისი შრომა ჩადო შიგ უფასოდ.
ის ყველას ცდილობს რომ ასწავლოს, ყველას უფასოდ, მხოლოდ კი ისწავლო. ამავე დროს ჩვენს მუზეუმში მოდის ტურისტები, რომლებიც ახალციხეში თუ კი ჩამოვლენ და ნახულობენ ახალციხის ღირსშესანიშნაობას, ამავე დროს მოდიან ჩვენთან. ჩვენ მუზეუმში შემოსვლა და დათვალიერება არის უფასო. ეს ისევ მარობაბოს დამსახურება. მარობაბოს იცნობს თითქმის მთელი საქართველო, იმიტომ რომ ის დიდი ხანი დადის არტგენის ფესტივალებზე და მას ყველა იცნობს, ყველა ეფერება. მარობაბო წლების განმავლობაში აგროვებდა თავის ნაშრომებს სამუზეუმო ექსპონატებისთვის. შემდეგ გააკეთა სკოლა-მუზეუმი. ასწავლიდა ბავშვებს, რადგან უნდოდა რომ თავისი ცოდნა გადაეცა მომავალი თაობისთვის. ძალიან უყვარს თავისი შემოქმედება, ქსოვა ასე ვთქვათ, ღებავს მატყლს და ამის გამო ასწავლის ბავშვებს. უმეტესად უნდა რომ გადასცეს მომავალ თაობას და თავისი რაც იცის თავისი ცოდნა გადასცეს მომავალ თაობას და ასწავლოს მათაც. ძალიან ხშირად თვეების მანძილზე ქსოვდა თვითონ მარტო, ხშირად ბავშვები ეხმარებოდნენ და ამ ნაქსოვს ყიდდა შემდეგ, რომ ეყიდა რაღაცა ვთქვათ ძვირფასი ნივთი, რომელიც სჭირდებოდა მუზეუმს. უნდა შეინახა რა მუზეუმში. შეგროვილი მაქვს 200-მდე ექსპონატი, რომელსაც ვინახავ. ქონდა სახლში, ოჯახში ერთი 5-6 წელიწადი გამიხსნეს ეთნოგრაფიული მუზეუმი და დავბინავდი ჩემ ოჯახში რა ისევ. მერე მოხდა ისე რომ საბავშვო ბაღი გააუქმეს და დავაყენე საკითხი რომ გადავიტანო ეს ექსპონატები. პრეზიდენტით შევაწუხე გამგეობა და გამგეობამ აი ეს ოთახები გამომიყო. ქალბატონი მარიამ ჟუჟუნაძე ჩვენს კუთხეში საერთოდ ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონია. მიუხედავად თავისი ასაკისა, იგი არის მესხური ფოლკლორის შემკრები, გამავრცელებელი, ქართული ხალხური რეწვის ოსტატი. ეს ადამიანი არა მარტო თვითონ წარმოაჩენს ამ ფოლკლორს შეისწავლის, არამედ განავრცობს კიდეც ფოლკლორის ყველა ნიმუშს. და ეს ქალბატონი არის, როგორ იცით, მან იცის ხალხური რეწვის, ანუ ქალური საქმის, ქსოვის, ღებვის, ხომ ხალიჩები, ფარდაგები, ხურჯინი და ასე შემდეგ, აი ეს ქსოვა იცის. სხვათა შორის საუკეთესოდ იცის მან სიმინდის ეგრეთ წოდებული ნარჩენისაგან, ფუჩეჩისაგან, ქალური ჩანთა, კარზინა, ესეთი ქსოვა თვითონ იცის ეს და ასწავლის ყოველგვარი საზღაურის გარეშე ახალგაზრდობას. მე არ ვიცი ასეთი ადამიანი თუ არის ვინმე. ხალხური რეწვის ოსტატებს აქვს თავიანთი ეგრეთ წოდებული საიდუმლოება, მაგალითად, ძაფი როგორ უნდა შეღებო, როდის უნდა შეღებო, ბუნებრივი შესაღების საშუალებები სად რა, როდის უნდა მოიძიო, როგორ უნდა მოაგროვო, შემდეგ როგორ უნდა შეინახო, ხომ? აი ამას ცდილობს ყოველგვარი საზღაურის, ყოველგვარი ანგარების გარეშე გადასცეს ბავშვებს. იცის ჩვენი კუთხის, სადაც გაზრდილა, სადაც უმოღვაწეა, ყველა კუთხე კუნჭულის ტოპონიმიკა. მის თვალწინ ვინ გაზრდილა, ვინ აღარ არის, ვის რა სიმღერა იცოდა, ვინ რა ცეკვა იცოდა. აი ამ ადამიანში არის, ასე ვიტყოდი, მოსიარულე ენციკლოპედია არის ურავლის ხეობისა. ამ ადამიანმა იცის ძალიან გადაჭარბებულად ეს ყველაფერი და მისაბაძია ის, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, ხალხი ასაკს არ ამბობენ, მაგრამ რა ვქნა, მარობებო ასაკოვანი ყავს, რომ ცდილობს და ასეთი სიტყვა იცის, რომ მე რომ აღარ ვიქნები, ამას საფლავში ხوار ჩავიტან, ხო ვიღაცა უნდა დავტოვო, ვისაც ეცოდინება და ცდილობს რომ მისი თავისი ცოდნა, გამოცდილება, ეს ამდენი წლების მანძილზე დაგროვებული რამე გადასცეს იმ ადამიანებს, იმ ბავშვებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავის წილ გააგრძელებენ ცხოვრებაში ამ ხელსაქმეს, ფოლკლორი იქნება, მუსიკა იქნება, ხალხური რეწვა იქნება თუ ნებისმიერი რამ, რომელიც ამ ადამიანმა იცის. აქედან ერთი შეხედვით
თასა თუ ბარში ყველგანა რა ლამაზია მესხეთი ეს დალოცვილი ქვეყანა რა ლამაზია მესხეთი ეს დალოცვილი ქვეყანა შენ ქვაბლოვანო რაშადი შენ ჭკუაზე დარ გატარებ გახარეთ მთებში ჩაკეტავ მაღლობზე გადმოგატარებ ფოლკლორს ქმნი როგორც სიმღერებს როგორც ლექსებს როგორც გამოცანებს ანდაზებს სხარტულებს ყველა ამას ყურადღებას ვაქცევ და მაქვს და ჩვენ ყოველ წელიწადს 29 აგვისტოში ვატარებთ პოეზიის საღამოს, მხოლოდ მუსხის პოეზიის საღამოს. ცოტა მესხურებიც გვაქვს ჩაწერილი, მაგრამ უფრო მეტად პოეზიის საღამო მუსხში ვინ იხუმრა, ვინ რა დააშავა, ვის რა უთხრეს ერთმანეთში და რაღაცა ასეთ რამეებს ვქვნით და ვაკეთებ და ყოველ წელიწადს ჩვენ ეს ღონისძიება დავთქვით, რომ 29 აგვისტოს ჩავატაროთ ეს ღონისძიება. გალბატონი მარიამ ჟეჟუნაძე ჩვენს მხარეში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გახდა 10 წლეულების განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული ის ყოველთვის იჩენდა გარკვეულ ინტერესს ჩვენი სიძველეების მიმართ, განსაკუთრებულად ეთნოგრაფიული ყოფითი სამუშაოების და განსაკუთრებულად ჰქონდა მას წინა პლანზე წამოწეული ქართული ხალიჩ-ფარდაგების ქსოვის ტექნოლოგიებთან დამოკიდებულება. მიუხედავად თავისი ასაკისა, დღემდე მოყვება ეს ძალიან დიდი, ესე იგი, მონდომება და დამოკიდებულება აი ამ სიძველეების მიმართ და ალბათ ამისი შედეგი გახლავთ ისიც, რომ გალბატონ მარო ბებოს მუზეუმი ცნობილი არის არა მარტო ჩვენთვის ახალციხელებისთვის და სამცხე-ჯავახეთის მხარის მოსახლეობისთვის, არამედ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გალბატონ მარიამს იცნობს მთელი საქართველო. მარობებო, როგორც ცნობილია, სოფლისთვის ასევე ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ერთ-ერთი არის საბავშვო ბაღი. სოფელ მუსხში არ ფუნქციონირებდა ბაღი წლების განმავლობაში, დაახლოებით 20 წელია მუსხში ბაღი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ხალხის წუხდა იმის გამო, რომ სოფელში ბაღი არ იყო. რა თქმა უნდა, ბაღში ბევრი რამე კეთდება იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს, განათლება მიიღოს დაწყებითის დონეზე. ყველა წუხდა, მაგრამ ეს ყველაფერი შეძლო მარობებიან. ანუ მისი დამსახურება, რომ დღესდღეობით ბაღი გვაქვს, მას ძალიან ბევრი წერილი აქვს დაწერილი გამგებელთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა უწყებებში, განათლების სამინისტროში გაგზავნილი აქვს წერილები და დღესდღეობით იმით დასრულდა ეს, რომ აგერ ჩვენ გვაქვს ბაღი, გაიხსნა 2014 წლის 1 მაისს გავხსენით ბაღი და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში მარობებიას. მარობაბო არის ძალიან ენერგიული, ძალიან შრომის მოყვარე ქალი. მისი დილა იწყება დილის 6 საათიდან. დაუღალავად, მუხჩაუდრეკელი შრომით, ყანაში, სახლში, მუზეუმში, ეს ხანში შესული 82 წლის ქალი თითქმის ყველაფრის გაკეთებას ასწრებს, ყველაფერს აკეთებს, ისე რომ წუნს ვერაფერს აუღებს, ნაკლს ვერ მოუძებნით. აგრეთვე მარობაბო ძალიან ცდილობს აი თავისი ძველი ტრადიციების შენარჩუნებას ყველაფერში, რაც ძველ მესხეთ-ჯავახეთში არსებობდა და ძალიან ცდილობს აგრეთვე სამზარეულოს. ცდილობს შეუნარჩუნოს ისეთი ძველი კერძები, ისეთი ძველი პური, აი როგორიც არის მაგალითად ლუხუმი, ბიში, ერიშტა. ყველანაირად ცდილობს, თვითონ ძალიან კარგად აკეთებს, ძალიან კარგი მზარეულია და ცდილობს, რომ ახალ თაობას გადასცეს და არ დაიკარგოს ეს ძველი ტრადიციები. ძალიან მონდომებულია, რომ გავრცელდეს ჩვენს თაობაში, ჩვენს ახალგაზრდობაში ეს ძველი მესხური ყველაფერი რაც იყო და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს. არ ზოგავს თავს არაფერში, ცდილობს ყველას ყველაფერი ასწავლოს და
საფასურად არაფერს არ თხოვლობს. მრავალ ჟამიერ მრავალ საწელსა ინებოს ღმერთმა თქვენი სიცოცხლე მე ახლა ვარ 82 წლის ამიტომ მინდა ჩემი ყველაფერი დარჩეს ჩემგან დარჩეს მომავალ თაობას გავაძლები გავასაუკუნეები ეს მუზეუმი მინდა ისევ თავის ადგილზე იყოს მხოლოდ გაფართოებული ასევე ისა რეწვის სკოლა ეს ყველაფერი მინდა მესხეთში და ჩემს მუზეუმში დავტოვო და თუნდაც ამ სოფელში თუ მოვიდა ესე იგი ტურისტი რომ მოვა საუკუნეც რომ გასული იყოს და იკითხოს ეს საიდან ვინ ქსოვს რა მე მინდა რომ გადაეცეს თაობას და ითქვას რომ ეს არის მარობაბოს ნახელავი და მარობაბოსგან დატოვილი ინებოს ღმერთმა თქვენი სიცოცხლე განა ჩვენს გნითა განა ჩვენს გნითა ღვთის შეწევნითა ჰარი ჰარალე ჰარი და ჰარალე ჰარი ჰარალე თქვენ გენაცვალეთ